კაპიტალიზმი კარგი კი არა. ყველა ვინც ესეთი დიდი ფილოსოფოსი იყო გერმანელი, არც ერთი არ ამბობს, რომ კარგია. საკითხია, რომ კომუნიზმი უარესი როგორ გითხრა, ერთი და ეს ზოგი ფსიქოანალიტიკოსი, სოციოლოგი რას ამბობს, რა იყო კომუნიზმში ცუდი? მასიფიკაცია, რუსული ტიპის კომუნიზმი. ყველა ერთად, ხო, აქ კიდე რა აგრეგაცია. ერთმანეთთან ურთიერთობა არ არის. რა ვქნათ ალბათონორეს? რა ვქნათ? რა ვქნათ? მატერიალურად როგორ გამდიდე? შენ მიწა გაქვს, ყველაფერი გაქვს, აწარმოე და გაყიდე. თუ გაქვს პული შოვნა გინდა. აი მაგალითად ერთი მხატვარის ვიცნობდი და ესე მითხრა, უკვე 60 გადაცილებული იყო. სესხი გამოიტანა 12,000 ევრო ბანკიდან. თავის სახლი ჩადო. ერთ წელიწადში გაისტუმრა. ქართველზეა საუბარი? ანუ გონივრულად გამოიყენა სესხი. ეს სესხით იყიდა ელექტრომობილი და ტაქსაობდა. დღეში 100 მანეთი მქონდა. ოღონდ დილიდან საღამომდე მუშაობდა. მაშინ იყო 2 და 1 თუ 1 და 9. წელიწადში 30,000 გავაკეთა. გაისტუმრა კიდევაც ის სახლიც დარჩა. მანქანაც დარჩა. მაგრამ ეს რო უთხრა სხვას გეტყვის მე ხა ვერ ვიტაქსავ. კეთილი ინებოს სახელმწიფომ ადგილები გააჩინოს. მე მგონია რომ ეგეთი ადამიანი რომელიც ამბობს რომ ვერ ვიტაქსავებ და სახელმწიფომ ადგილები გააჩინოს, არც იქ იმუშავებს რა. არც მუშაობენ ქართველები, მუშაობს კაცები. უმრავლესობა არ მუშაობს სოლისკის ეზზე არის უმრავლესობა. ძალიან ხშირია ბატონ რეზო, როდესაც რეგიონში აქვთ მეტნაკლებად ნორმალური შემოსავალი, მაგრამ ტოვებენ ხშირ შემთხვევაში ყიდიან კიდეც და მოიწევენ თბილისისკენ. ეს რა ფენომენია? ცენტრისკენ. ხო, აი რატო ყველაფერი აქ ხდება. აქ ხდება ცხოვრება, იქ არა. დეცენტრალიზაცია რომ მოახდინო, დაუშვათ უნივერსიტეტი რო ქონდეთ იქ პატარა, რომელიც კოორდინაციაში იქნება ცენტრთან. რო ქონდეს იქ ყველაფერი რაც აქ არის. რატო უნდა მოვიდეს, რატო უნდა ჩამოვიდეს? მარტო ცენტრში ყველაფერი წყდება. აქ არის მთავრობა, აქ არის პარლამენტი, აქ არის ყველაფერი, ხო? შვეიცარიაში ეგრე არ არის. შვეიცარიაში 20 წელი არ ყოფილა რომ ჩავედი. შეცვლილი არ არის ცურიხი. ერთი შენობა არის 20 წლის განმავლობაში. ვინ აბაშენებინებს რამეს? ოღონდ მათაც პრობლემები აქვს, მიზიარებდნენ, რომ ჩვენ შეიძლება 100 წლის შემდეგ უმცირესობაში აღმოჩნდეთ. შვეიცარიას სტატისტიკურად საშუალოს 1-2 შვილი ყავს. და სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს, რომლებიც მოქალაქეები, 5-7 შვილი. სულტად წინა კვირა დღეს იყო ერთ-ერთ მეტროში რაღაცა ვაქსეროქსებდი და მამაკაცი მაშინ მიწისქვეშაში მეორე თავის კოლეგას ესაუბრებოდა. ჩემი სოფლელი მეუბნებოდა, შენო რა გიჭირს თბილისში მაინც ხარო. 7 წელია მიწისქვეშა გასასვლელიდან არაფერი არ მინახავს, 7 წელი აქ ვაჭრობოდა. იმათ გონიათ რომ რადგან თბილისში ვარ, ეს არის მთავარი ბედნიერებაო და ხო, ეგეთი წარმოდგენა აქვთ რომ თბილისში იყო. აი მშობლის სურვილია, რომ იცხოვროს იქ, სადაც მისი ოცნება იყო, ამიტომ თავის შვილსაც აინფიცირებს ამ სურვილით.